ფოტოები გვაცვლიან ძირითადად ზუსტ ინფორმაციას ისტორიულ მოვლენებზე, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება დაგვიწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად გამოიყენება დანაშაულების გამოსაძიებლად, აღმოჩენების დასაფიქსირებლად და გვეხმარება დაალფასო ძვირფასი მომენტები ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ ზოგ შემთხვევაში ფოტოები მალავენ ისტორიებს, რომლებიც მაშინვე არ ჩანს. და მხოლოდ მაშინ, როდესაც სურათის სრული კონტექსტი აიხსნება, ხდება ნათელი, რომ იმ მომენტში რაღაც უფრო ბოროტი ხდებოდა. ნომერი 10. 1910 წლისთვის რობერტ ფალკონ სკოტი უკვე ცნობილი მკვლევარი იყო. იგი ცნობილი იყო, როგორც ეროვნული ანტარქტიდის ექსპედიციის ლიდერი, რომელიც 3 წელი გაგრძელდა და 1904 წელს დასრულდა. ამ პერიოდში კი მრავალი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა. მისმა თავგადასავლებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, მაგრამ სკოტს შემდეგი მოგზაურობისთვის გაცილებით უფრო საშიში ექსპედიცია ჰქონდა ჩაფიქრებული. ის მტკიცედ იყო გადაწყვეტილი სამხრეთ პოლუსამდე მისვლა, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ სერ ერნესტ შეკლტონი პოლუსიდან 97 მილის მანძილზე იყო მისული, სანამ მას და მის ჯგუფს უკან დაბრუნება არ მოუწიათ. მან დაიწყო თავისი ექსპედიციის დაგეგმა და დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ის იქნებოდა ის, ვინც დიდ ბრიტანეთს პატივს მიაგებდა და პოლუსს მიაღწევდა. 1908 წლისთვის ის ბრიტანეთის საზღვაო ფლოტში კაპიტნის წოდებას მიაღწია და დაიწყო თანხის შეგროვება თავისი დაგეგმილი ექსპედიციისთვის. ბრიტანეთის მთავრობამ მას 20,000 გირვანკა სტერლინგი გადასცა. ასევე მიიღო დაფინანსება ახალი ზელანდიისგან, ავსტრალიისგან და რამდენიმე კერძო შემწირველისგან. მან მიაღწია თავის მიზანს. 40,000 გირვანკა სტერლინგი შეაგროვა და შეკრიბა ცნობილი მეცნიერების ეკიპაჟი, რომლებიც მასთან ერთად უნდა განგზავრებულიყვნენ. მათი გემი Terra Nova მზად იყო და 1910 წლის 1 ივნისს ექსპედიცია სამხრეთ პოლუსისკენ გაემართა სკოტის გარეშე, რომელიც ჯერ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა. 2 სექტემბერს მან Terra Nova-ზე Cape-Town შეავიდა, მაგრამ გაიგო, რომ პოლუსისკენ მიმავალი ერთადერთი არ იყო. ნორვეგიელი მკვლევარი Roald Amundseni უკვე გაემგზავრა პოლუსისკენ და დაიწყო შეჯიბრი თუ ვინ მიაღწევდა მას პირველად. მან გადაწყვიტა ეს ინფორმაცია ეკიპაჟისთვის არ გაემხილა და 29 ნოემბერს ისინი ახალ ზელანდიაში ლიტელტონიდან გაემგზავრნენ. გემი სავსე იყო საკვებით, აღჭურვილობითა და სხვა მარაგებით და 1911 წლის იანვარში ისინი Cape Crossierსა და ანტარქტიდას მიაღწიეს. 4 იანვარს მათ დაიწყეს ბანაკის გაშლა Cape Evansში და მოემზადნენ ზამთრის გასატარებლად ყინულოვან პირობებში. 3 თებერვლისთვის მათ უკვე გამოიკვლიეს რეგიონის დიდი ნაწილი და როდესაც გაზაფხული საბოლოოდ დადგა, ჯგუფი სამხრეთ პოლუსისკენ გაემართა. მოგზაურობის ბოლო ეტაპზე სკოტმა გადაწყვიტა, რომ მასთან ერთად ედვარდ უილსონი, ლოურენს ოტესი, ედგარ ევანსი და ჰენრი ბაუერსი იქნებოდნენ. მათ 2 კვირის განმავლობაში გაუძლეს მძიმე პირობებს, სანამ საბოლოოდ 1912 წლის 17 იანვარს პოლუსს მიაღწიეს. მაგრამ მათი იმედები გააქრა, როდესაც მათ ამუნდსენის ექსპედიციის მიერ დატოვებულ პატარა კარავს წააწყდნენ. ამ აღმოჩენის შემდეგ გადაღებულ ფოტოზე მამაკაცების სახეებზე აშკარად ჩანს იმედგაცრუება, როცა მიხვდნენ, რომ მიზანს ამუნდსენზე 35 დღით გვიან მიაღწიეს. ევანსი და ოტსი დაბრუნების გზაზე დაიღუპნენ, ხოლო სკოტი, უილსონი და ბაუერსი ცოტა ხანში ბუნების ძალებს ემსხვერპლნენ. ნომერი 9. ეს ფოტო გადაღებულია 1935 წლის აგვისტოში და მასზე გამოსახულია 2 მეგობარი, Wiley Posty და Will Rogersi, როდესაც ისინი ამოწმებდნენ თავიანთ Lockheed-ის თვითფრინავს, სანამ გაემგზავრებოდნენ მოგზაურობაში, რომელიც მათი ცხოვრების უდიდესი უნდა ყოფილიყო. Posty ითვლებოდა თავისი დროის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკელ პილოტად, რადგან მან და Harold Getting, ავსტრალიელმა პილოტმა, მხოლოდ 4 წლით ადრე შეძლეს მსოფლიოს გარშემო ფრენა. 1933 წელს Postma ეს მიღწევა მარტო გაიმეორა და ასე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ორჯერ შემოიარა დედამიწა. მან გადაწყვიტა თავისი თვითფრინავის, სახელად Winnie May, პენსიაზე გაშვება და შემდეგ 2 დაზიანებული თვითფრინავის ნაწილები იყიდა, რათა ახალი აპარატი აეშენებინა. რაც შეეხება Rogers, ის ამერიკაში საყოველთაოდ ცნობილი გახდა, რადგან იყო ცნობილი კინოვარსკვლავი, კომიკოსი და კოლუმნისტი. ის მონაწილეობდა ველური დასავლეთის შოუებში მთელ მსოფლიოში, ხოლო 1934 წელს ის ამერიკის ყველაზე პოპულარულ მსახიობად დაასახელეს. მომდევნო წელს ამ 2 მეგობარს ერთად მსოფლიოს გარშემო ფრენა გადაწყვიტეს და ისინი რენტონის აეროპორტში ჩავიდნენ, სადაც მათ თვითფრინავზე პონტონების დაყენება უნდა მომხდარიყო. მაგრამ ნაწილები დროულად არ ჩამოვიდა და ამის ნაცვლად მათ სხვა, ბევრად მძიმე პონტონების დაყენება გადაწყვიტეს. 1935 წლის 5 აგვისტოს თვითფრინავი მზად იყო და 2 დღის შემდეგ ამ 2 კაცმა ფრენა დაიწყო. მათი პირველი გაჩერება კი ალასკაში, ჯუნოში იყო. 9 აგვისტოს ისინი კანადაში, აკლავიკში გაემგზავრნენ, ხოლო 15 აგვისტოსთვის Fairbanks-ი დატოვეს და Point Barrows-კენ გაემართნენ. ესკიმოსი მონადირეები ვალაკბიში შეხვდნენ ამორს, რომლებმაც Point Barrows-კენ მიმართულება აჩვენეს, სანამ ისინი კვლავ გაემგზავრებოდნენ. აღნიშნულია, რომ აფრენამდე როჯერსი მონადირეებთან საუბრობდა, ხოლო პოსტმა თვითფრინავის სწრაფზე გარკვეული რეგულირებები გააკეთა, თუმცა უცნობია ეს რაიმე კავშირში იყო თუ არა შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან.
თვითმფრინავი მდინარეზე მცირე მანძილზე გადაადგილდა, შემდეგ კი ცაში მკვეთრად დაიჭრა. ფასტი ასვლას აგრძელებდა და დაახლოებით 50 ფუტზე ასვლის შემდეგ თვითმფრინავს როგორც ჩანს პრობლემა შეექმნა. ერთ-ერთმა ძრავმა მუშაობა შეწყვიტა და მოულოდნელი შენელების გამო თვითმფრინავის ერთ-ერთი ფრთა წყალში ჩაეფლო. მოწმეების თქმით თვითმფრინავი გადაბრუნდა, სანამ ისე მდინარეში ჩავარდებოდა, როცა ორივე მამაკაცი ჯერ კიდევ ბორტზე იყო. ორივე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა და გამოძიებამ შეისწავლა იყო თუ არა მიზეზი ძველი თვითმფრინავის ნაწილების გამოყენება, ასევე ის ფაქტი, რომ თვითმფრინავი იყენებდა ზედმეტად მძიმე პონტონებს. ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ თვითმფრინავის კარბურატორი გაიყინა და სწორედ ამან გამოიწვია ძრავის მწყობრიდან გამოსვლა. თვითმფრინავი საბოლოოდ ამოიღეს და მისი მრავალი ნაწილი, ასევე უილი ფოსტის პირადი ნივთები, გამოფენილია სმითსონის ეროვნული ავიაციისა და კოსმოსის მუზეუმში ვაშინგტონში. მიუხედავად იმისა, რომ მათი ფრენა ტრაგიკულად წარუმატებელი აღმოჩნდა, ორივე მამაკაცი დამახსოვრებულნი არიან როგორც თავისუფალი სულის მქონე ადამიანები და ავიაციის საზღვრების გადალახვის სურვილით გამორჩეულებები თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში. ნომერი 8. ვარდის გამოსახულება ჩვეულებრივ ასოცირდება რომანტიკასთან, მეგობრობასთან და ფანტაზიასთან. მაგრამ ეს გამოსახულება, რომელიც 2013 წელს არის გადაღებული, სულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს, რადგან ამ შემთხვევაში ვარდი გატარებულია მალთუ ხლართის გორგალში. იმ დროს ბანგკოკში, თაილანდში ანტისამთავრობო პროტესტები ტარდებოდა, რადგან რამდენიმე ჯგუფმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინგლაკ შინავატრას გადადგომა მოითხოვა. ეს გამოწვეული იყო საკამათო ამნისტიის კანონპროექტის მირებით, რომელიც ადრე ბრალდებულ პოლიტიკოსებს განაჩენების გაუქმებას უზრუნველყოფდა. ამან გამოიწვია შიში ანტისამთავრობო ჯგუფებსა და საზოგადოებაში, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თაქსინ შინავატრა, რომელიც გადასახლებული იყო, დაუბრუნდებოდა ქვეყანას ისე, რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ კორუფციულ ბრალდებებს არ შეხვდებოდა. თაქსინ შინავატრა 2006 წლიდან იყო გადასახლებული, როდესაც სამხედრო გადატრიალება მის გადააყენა და მიიჩნეოდა, რომ ახალი ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც მისმა დამ ინგლაკმა მიიღო, წარდგენილი იყო მხოლოდ იმისთვის, რომ უზრუნველყოთ მისი დაბრუნება ქვეყანაში და შესაძლოა ხელისუფლებაში. როდესაც პროტესტები დაიწყო, მოთხოვნები იყო არჩეული მთავრობის ნაცვლად არარჩეული საბჭოს მოყვანა. პროტესტებს ხელმძღვანელობდა პოლიტიკოსი სუტეპ თაქსინი, რომლის წინააღმდეგაც 2013 წლის 2 დეკემბერს დაპატიმრების ორდერი გაიცა. ძირითადი პროტესტები გაიმართა დემოკრატიის მონუმენტთან, ფინანსთა სამინისტროში და ჩიანგუატანას სამთავრობო კომპლექსში, სადაც საერთო ჯამში 22,000 ადამიანი ამ სამ ადგილას იმყოფებოდა. პროტესტის მონაწილეებმა ასევე პარალიზება მოახდინეს რამდენიმე სხვა ობიექტის, მათ შორის ტაილანდის სამეფო პოლიციის შტაბ-ბინისა და მეტროპოლიტენის პოლიციის ბიუროს ოფისების. ნანგ ლენგის გზაჯვარედინზე დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, მას შემდეგ რაც მათ რამდენჯერმე სცადეს ორატაი ხიდის მიმდებარე დაცულ ტერიტორიებზე შესვლა. იმ საღამოს 9 საათსა და 30 წუთზე სუტეპმა სიტყვით მიმართა ვატანას სამთავრობო კომპლექსში, სადაც განაცხადა, რომ ტაილანდის მთავრობა ვეღარ მართავს ქვეყანას ეფექტურად და რომ შეიარაღებული ძალები დემონსტრანტების მხარეს დადგებიან, თუ ძალის გამოყენება საჭირო გახდება. მან ასევე მოითხოვა სამეფო პოლიციის ძალების რესტრუქტურიზაცია, რადგან მისი თქმით, ისინი გარკვეული დროის განმავლობაში აღარ ემსახურებოდნენ საზოგადოებას. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა 3 დეკემბერს ძალადობის გარეშე აიღეს კონტროლი მეტროპოლიტენის პოლიციის ბიუროზე. პოლიციამ გადაწყვიტა, რომ ამ საკითხში წინააღმდეგობა მხოლოდ გაამწვავებდა ქვეყანაში უკვე დაძაბულ სიტუაციას, ამიტომ მათ მოხსნეს ბარიკადები და დემონსტრანტებს მისცეს შესვლის საშუალება. შემდეგ ჯგუფებს უთხრეს, რომ შეკრებილიყვნენ 3 მთავარ საპროტესტო ადგილზე, რათა ჩატარებულიყო დასუფთავების სამუშაოები მეფის დაბადების დღის მოლოდინში, რომელიც 5 დეკემბერს იყო. იმავე დღეს მოგვიანებით მთავრობამ გამოაცხადა, რომ გამართავდა მოლაპარაკებებს საპროტესტო აქციის ლიდერებთან, იმ იმედით, რომ მოიძებნებოდა საერთო ენა და დაძაბულობა საბოლოოდ დასრულდებოდა. მაგრამ სუტეპმა მოითხოვა, რომ თაქსინის რეჟიმი სრულად დაშლილიყო. საუბარი ეხება ფოტოს, რომელიც გადაღებულია ბარიკადებთან, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს შენობებთან იყო აღმართული და ფოტოზე ჩანს, როგორ აწოდიან მომიტინგეები ყვავილებს ტაილანდელ ჯარისკაცებს, იმ იმედით, რომ ძალადობა თავიდან აიცილებდნენ. საბოლოოდ, ინგლაკი თაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის ტიტული ჩამოართვა რამდენიმე მინისტრთან ერთად, რომლებმაც ძალაუფლება ბოროტად გამოიყენეს. სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა თაილანდის სამეფო არმიამ 2014 წლის მაისში და კონსტიტუცია რამდენიმე წლის განმავლობაში შეჩერებული იყო, სანამ ქვეყანა სამხედრო მმართველობის ქვეშ რჩებოდა. ნომერ 7. მედიცინის ისტორია საინტერესო თემაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საათობით დაინტერესებს. როდესაც ვსწავლობთ უცნაურ ძმენებსა და პრაქტიკებს, რომლებიც ნორმად ითვლებოდა იმ დროს, როცა ადამიანის სხეული და მისი დაავადებები ჯერ კიდევ მეცნიერების მიერ იკვლეოდა,
1870-იანი წლების მეორე ნახევარში სალპეტრიერის საავადმყოფო, რომელიც პარიზში საფრანგეთში მდებარეობს, მრავალი სამედიცინო ექსპერიმენტისა და კვლევის ადგილი იყო. იმ იმედით, რომ ექიმები და მეცნიერები შეძლებდნენ უკეთ გაეგოთ ის მდგომარეობები, რომლებიც იმ დროს ამ დაწესებულების პაციენტებს აწუხებდათ. ბევრი პაციენტი მოხვდათ საავადმყოფოში ისეთი პრობლემებით, რომლებიც იმ დროს ცუდად იყო გაგებული. ამიტომ ამ მდგომარეობებისთვის სწორი მკურნალობა ჯერ არ არსებობდა. ამას კარგი მაგალითი იყო ჰისტერია, რომელიც იმ დროის სამედიცინო ჟურნალების მიხედვით ძირითადად ქალ პაციენტებში გვხდებოდა. მაგრამ არავინ იცოდა, რა იწვევდა მას. 1878 წელს ჟან მარტენ შარკო, ნევროლოგი, სალპეტრიერში გადაწყვეტა უფრო დეტალურად შეესწავლა ეს მდგომარეობა ფოტოგრაფიის გამოყენებით. და მან ფოტოგრაფ ალბერ ლონს სთხოვა დახმარება. ჟურნალმა La Nature-ემ 1883 წელს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წარმოდგენილი იყო ახალი კამერა, რომელიც ლონდმა გამოიგონა. მისმა ახალმა მეთოდებმა შესაძლებელი გახადა ამ პაციენტების კუნთების მოძრაობების დაფიქსირება 9 სხვადასხვა ობიექტივისა და ელექტრომაგნიტური ენერგიის გამოყენებით. ლონდმა მეტრონომი დააყენა, რომელიც დაეხმარებოდა მას სწრაფი მინდორობით გადაღებული ფოტოებისთვის დროის განსაზღვრაში. და შემდეგ ფოტოები მინის ფირფიტებზე დაიბეჭდებოდა. და მოგვიანებით ის კიდევ უფრო დახვეწილ კამერას აწყობდა 12 ობიექტივით. რაც საშუალებას აძლევდა ფოტოები კიდევ უფრო სწრაფად გადაეღოთ. რაც საშუალებას აძლევდა უფრო დეტალური კვლევები დასრულებულიყო. სამი ფოტოს ერთ-ერთი სერია გამორჩეულია სხვებს შორის, რადგან მასზე ასახულია ქალი პაციენტი, რომელიც ჰისტერიით იტანჯება და ამთქნარებს. ეს შეიძლება უნიშნელოდ მოგეჩვენოთ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მისი მდგომარეობის გამო ის საშუალოდ წუთში 7 ჯერ ამთქნარებდა, რაც ძალიან დამღლელი იქნებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ის საათში 420-დან 500 ჯერამდე ამთქნარებდა. სხვა ფოტოებზე ჩანს ქალები, რომლებიც სრულიად კატატონურ მდგომარეობაში იყვნენ, რაც როგორც მიაჩნდათ, ჰისტერიით იყო გამოწვეული. სხვებს აწუხებდათ გულწასვლის შეტევები, შფოთვა, სუნთქვის გაძნელება, გაღიზიანებადობა და ის, რასაც უწოდებდნენ პრობლემების გამოწვევის სურვილს, რაც ყველაფერი მცდარად მიეწერებოდა ქალის ჰისტერიას. მიჩნეული იყო, რომ ჰისტერია მხოლოდ ქალებს ემართებოდათ, რადგან ის ვითარდებოდა თითქოს და ადგილიდან გადანაცვლებული ან მოხეტიალე საშუალოსნოს გამო, რაც დღეს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ იმ დროს გავრცელებული ცოდნა იყო. მხოლოდ შარკოსა და ლონსის კვლევების სწავლობით მოხდა ამ სიმპტომების უფრო დეტალურად შესწავლა და საბოლოოდ დადგინდა, რომ ისინი სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული და ჰისტერიასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. შარკომ საბოლოოდ აღნიშნა, რომ ნამდვილი ჰისტერია გამოწვეული იყო ტრავმით, არა მხოლოდ ქალებში, არამედ მამაკაცებშიც. ფოტოგრაფიის გამოყენებისა და გახსნილი აზროვნების სკალობით, სოლ სალპეტრიერის მრავალი ქალი, რომელიც წლების განმავლობაში არასწორად იყო დიაგნოზირებული, საბოლოოდ მიიღო სწორი მოვლა, რაც მათ ჭირდებოდათ. მეექვსე ნომერი. ჩვეულებრივ, როდესაც ახალი ამბები მომხდარ ძარცვაზე იუწყება, საქმე ეხება კრიმინალებს, რომლებმაც ბანკი, სამკაულების მაღაზია ან სხვა მაღალი დონის დაწესებულება გაძარცვეს. მაგრამ ასე არ იყო უცნაური ძარცვის შემთხვევაში, რომელიც 2022 წელს ბირმინგემში, ინგლისში მოხდა. ენცლის 23 აგვისტოს გადაღებული ფოტოები საჯაროდ გავრცელდა იმ იმედით, რომ დამნაშავეებს ამოიცნობდნენ და მიაგნებდნენ. მაგრამ დღემდე ისინი არ დაუკავებიათ და საქმე კვლავ გაუხსნელად რჩება. საუბარი იყო დიდ საწყობზე, სადაც მაღალი კლასის კავის აპარატები ინახებოდა. თითოეული ამ აპარატის ღირებულება დაახლოებით $5,000-დან $6,800-მდე იყო და დღემდე უცნობია, როგორ გაიგეს მძარცველებმა, რომ ისინი იქ ინახებოდა. შემთხვევა მოხდა ინცლის 23 აგვისტოს, დაახლოებით შუავამისას, როდესაც მამაკაცების ჯგუფი დიდი სატვირთო მანქანით მიმიდა ბირმინგემის Birch Road East Industrial ზონაში, რაც მიუთითებს, რომ მათ ძარცვა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი. შემდგომში გაირკვა, რომ სატვირთო მანქანა საწოლების კომპანიიდან იყო მოპარული, ამიტომ დამნაშავეების პოვნა სატვირთოს სანომრე ნიშნით შეუძლებელი გახდა. შემდეგ მამაკაცმა დაიწყეს კავის აპარატებისა და საფქოების სატვირთოში ჩატვირთვა და მალე ადგილი აღარ დარჩათ. შემდეგ ადგილზე მეორე სატვირთო მივიდა და ისინი განაგრძობდნენ ძარცვას, სანამ ერთ-ერთ მძარცველს ძალა არ გამოელია. ერთ-ერთ ფოტოზე ის ჩანს, როგორ დგას მეორე სატვირთოს ძარაზე, უკვე მოხსნილი აქვს ნიღაბი და როგორ ჩანს სულაც არ ანაულებს ის ფაქტი, რომ მისი სახე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. სრულიად დაუჯერებელია, მაგრამ ის დღემდე არ დაუდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფოტო მედიის საშუალებებით გავრცელდა. მეორე დილით, როდესაც საწყობის მფლობელი 87 წლის ფრენკ მაქსველი ადგილზე მივიდა, ის შოკში ჩავარდა, როდესაც ნახა, რომ საწყობი თითქმის მთლიანად დაცლილი იყო. და როდესაც უსაფრთხოების კამერების ჩანაწერები გადაამოწმა, იმან რაც ნახა, გული აურია. მისი პირველი აზრი იყო, როგორ შეძლებდა ის და მისი თანამშრომლები ყველა იმ ძვირფასი აპარატისა და საფქოვის შეცვლას, რომლებიც მოიპარეს, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ აპარატებში არსებული კომპონენტების წარმოების ღირებულება ნიშნულოვნად გაზრდილიყო. სინამდვილეში ზოგიერთი კომპონენტის წარმოების პროცესი 5 ჯერ გაიზარდა და შესაბამისად ფრენკი სერიოზულ ფინანსურ ზარალს მიიღებდა, თუ დაკარგულ აპარატებს საკუთარი ხარჯებით ჩაანაცვლებდა.
სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა ის ფაქტი, რომ ფრენკთან დასაქმებული 60-ვე ადამიანი ფინანსურ სირთულეებს წააწყდა ძარცვის გამო და ის სრულიად დაბნეული დარჩა. ფრენკის შეფასებით დაახლოებით 300,000 ფუნტის ღირებულების საქონელი იყო მოპარული, თუმცა მოგვიანებით ეს შეფასება თითქმის 1 მილიონამდე გაიზარდა. მთელი ძარცვა 4 კაცს დაახლოებით 2 საათი დასჭირდა, რის შემდეგაც ისინი მოპარული საქონლით დატვირთული სატვირთოებით გაეცალნენ ადგილს. მიჩნეულია, რომ ძარცველებს ეს ტერიტორია კარგად იცნობდათ, თუმცა ამის მიუხედავად დღემდე არავის მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია. პოლიციის წარმომადგენელმა იმ დროს განაცხადა, რომ საწყობში მიმდინარეობდა ექსპერტიზა, თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ დამატებითი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა და ეჭმიტანილები არ იდენტიფიცირებულან. Birminghamის პოლიციამ სთხოვა ყველას, ვისაც დამატებითი ინფორმაცია აქვს, დარეკონ ნომერზე 101 და მიუთითონ ჩანაწერის ნომერი 459, 24 აგვისტოს თარიღით. ნომერი 5. როდესაც უცნობი პირი, როგორც წესი, რომელსაც Jane Doe's ან John Doe's უწოდებენ, პოლიცია პოულობს, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ დაუკავშირდნენ ამ პირის ოჯახს. და ეს, როგორც წესი ხდება, ფოტოების მედია საშუალებებით გავრცელებით. მაგრამ გასაოცარია, რამდენი უცნობი ადამიანი ვერასდროს უბრუნდება თავის საყვარელ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი კეთდება. Tommy Nasseris შემთხვევაში ეს ძალისხმევა საბოლოოდ შედეგიანი აღმოჩნდა, როდესაც ის 2024 წელს თავის საყვარელ ადამიანებს დაუბრუნდა. შემდგომში გაირკვა, რომ Tommy Nasseri ბევრად ადრე შეიძლებოდა ამოეცნოთ, რადგან ის დამნაშავედ იყო იდენტიფიცირებული, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო პოლიციამ მისი ანაბეჭდები არ აიღო. მიუთითებენ, რომ იმ დროს ის უბრალოდ არ თანამშრომლობდა, რის გამოც მას ბრალი წაუყენეს ანაბეჭდების ადების გარეშე. Tommy 1989 წელს გაუჩინარდა, როცა 28 წლის იყო. ის ფურგონით მიემგზავრებოდა ნიუპორტში, ორეგონში, დოილიდან, კალიფორნიიდან. იმ წლის ივლისში ან აგვისტოში გაემგზავრა. როცა ოჯახთან კონტაქტი ვერ დაამყარა, მათ ინტერვიულეს და პოლიციაში დაკარგული პირის შესახებ განაცხადი შეიტანეს. გამოძიება დაიწყო და გამომძიებლები Tommy-ს მანქანას ეძებდნენ, მაგრამ ის ვერასდროს იპოვეს. მისი საქმე მალა შეჩერდა და მომდევნო 5 წლის განმავლობაში მისი ოჯახი გაურკვევლობაში დარჩა. არ იცოდნენ რა დაემართა მას. მალა ისინი დარწმუნდნენ, რომ ან დანაშაულის მსხვერპლი გახდა, ან უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ამიტომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ პოლიცია ერთ დღეს მის ნეშტს იპოვიდა და მანამდე ვერ იგრძნობდნენ სიმშვიდეს. Tommy-ს მსჯავრი პლუმასის ოლქში მის გაუჩინარებამდე 6 წლით ადრე დადგა და მან გარკვეული დრო ციხეში გაატარა. დათავისუფლების შემდეგ ის ლასენის ოლქში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დამნაშავეთა აღრიცხვაზე დადგა. მაგრამ როცა ის იმ ოლქიდან წავიდა, სხვადასხვა ადგილას გადაინაცვლა და ამ რეგიონებში რეგისტრაცია აღარ გაიარა. ცნობილი იყო, რომ მან გარკვეული დრო ორეგონში გაატარა, რის შემდეგაც მისი გადაადგილებები გაურკვეველი გახდა. ბოლოს მან დედას ტელეფონით ცოტახნით ადრე ესაუბრა, სანამ გაუჩინარდებოდა. შემდეგ კი შეწყვიტა ინვალიდობის შემწეობის აღება და აღარასოდეს გამოუყენებია სამედიცინო ბარათი. მისი ოჯახი უკვე იმედს კარგავდა, რომ ოდესმე იპოვიდნენ, როცა წარმოუდგენელი მოხდა. 2024 წლის მაისში USA Today-მ გამოაქვეყნა სტატია არამეტყველ ხანდაზმულ მამაკაცზე, რომელიც ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში მოათავსეს მას შემდეგ, რაც ქუჩის ბორდიურზე მჯდომი იპოვეს. და სტატია იმ იმედით გამოქვეყნდა, რომ ვინმე მას ამოიცნობდა. Tommy და Marcella შემთხვევით გადააწყდა ამ სტატიას და მაშინვე მიხვდა, რომ ფოტოზე გამოსახული კაცი მისი ძმა იყო. რადგან Tommy ვერ საუბრობდა, მას არ შეეძლო საავადმყოფოს პერსონალისთვის თავისი ვინაობის მიწოდება. Marcella-მ დაუკავშირდა ლასენის ოლქის შერიფის დეპარტამენტს და აცნობა თავისი ეჭვი, რომ უცნობი მამაკაცი სინამდვილეში Tommy იყო. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მისი სახელი შეიყვანეს პოლიციის მონაცემთა ბაზაში და საბოლოოდ დადასტურდა, რომ Tommy 25 წლიანი დუმილის შემდეგ იპოვეს. ლასენის ოლქის დეტექტივმა დაუკავშირდა Marcella-ს, რათა დაედასტურებინა მისი ეჭვები და მას შემდეგ Tommy თავის ახლობლებს დაუბრუნდა. შეიქმნა GoFundMe-ის გვერდი, რათა ოჯახს დაეხმარან Tommy-ს მოვლის ხარჯების დაფარვაში და მასზე ცდომა შესაძლებელია აღწერაში მოცემული ბმულით. ნომერი 4. სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერიდან ამოჭრილი კადრი ასახავს 36 წლის Stephen Veronis ბოლო ცნობილ გადაადგილებებს, რომელიც 2018 წლის ივლისიდან დაკარგულია და მას შემდეგ აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენია მის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს და სხვა რამდენიმე ფოტო საჯაროდ გავრცელდა, მისი გაუჩინარების გამოძიებაში ძალიან მცირე პროგრესია მიღწეული, ხოლო მისი ოჯახი სასოწაკვეთილია და ცდილობს გაიგოს რა დაემართა მას. იმ წლის ივლისში Stephen-მა მარტო იმოგზაურა იაპონიაში შვებულებისთვის, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. ის ძალიან ყურადღებით ეკიდებოდა თავის მარშრუტს, დეტალურად ჰქონდა გაწერილი დაგეგმილი გზები, წინასწარ დაჯავშნილი ჰქონდა ყველა საცხოვრებელი ადგილი და ოჯახისთვის დატოვებული ჰქონდა მათი საკონტაქტო ინფორმაცია, სანამ იქ იქნებოდა. ცნობილია, რომ Tiffany უსაფრთხო ჩავიდა ტოკიოში, რის შემდეგაც ნიკოში გაემგზავრა, რათა იქ არსებული ტაძრები ენახა. 28 ივლისს Tiffany შევიდა პატარა სასტუმროში, სახელად Turtle Inn, და რადგან იმ პერიოდში ამინდი ცუდი იყო, ღამე თავის ოთახში გაატარა.
მეორე დილით ტიპენმა საუზმე სასტუმროში მიირთვა და ის შემთხვევით მოხვდა სხვა სტუმრისმლის მიერ გადაღებულ ფოტოზე, თუმცა ეს სურათი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. ეს არის ტიპენის ბოლო დადასტურებული დანახვა და მის შემდგომ გადაადგილებებზე ინფორმაცია უცნობია. სასტუმროს მენეჯერმა გამონძიებლებს უთხრა, რომ ტიპენი იმ დილით დაახლოებით 10 საათზე გავიდა სასტუმროდან, თუმცა ეს ინფორმაცია სადავოა. მისი ტელეფონის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ტიპენი 10 საათის შემდეგაც სასტუმროში ყოფნისას ტელეფონით ადგილის რუკებს ათვალიერებდა. შემდეგ მისი ტელეფონი მოულოდნელად გათიშდა, რაც გამონძიებლებს ძალიან საეჭოდ მიაჩნიათ. ანალიზმა ეს ძალიან უჩვეულო მოვლენად შეაფასა და ვარაუდობს, რომ მისი ტელეფონი უცნობი მიზეზით გამორთეს. როდესაც მან ოჯახთან დაკავშირება ვერ შეძლო, ტიპენი დაკარგულად გამოცხადდა და მინდებარე ტყეებში, მდინარეებსა და სასეირნო ბილიკებზე ჩატარებულმა ძებნამ შედეგი არ გამოიღო. როდესაც მისი ოთახი შეამოწმეს, ყველა ნივთი ხელუხლებლად იპოვეს, მათ შორის პასპორტი, ბარგი და პირადი ნივთები. ამ ძებნის დროს ათასობით ადამიანი ნიკოს სხვადასხვა ტერიტორიას ჩხრეკდა და თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ბილიკზე უბედური შემთხვევა მოხდა. მაგრამ, როდესაც ტიპენის არცერთი კვალი არ მოაჩინეს, პოლიციამ ეჭვი შეიტანა, რომ საქმე დანაშაულთან ჰქონდათ. მოტელის მენეჯერის მიერ მოცემულ დროის ხაზსა და მის ტელეფონზე დაფიქსირებულ აქტივობას შორის არსებულ შეუსაბამობებზე დაკარნობით, ტიპენის ოჯახი მიიჩნევს, რომ პოლიციამ მისი საქმის გამოძიება ძალიან სწრაფად შეწყვიტა და მათ არაერთხელ მოითხოვეს უფრო საფუძვლიანი გამოძიების დაწყება. მაგრამ ეს დღემდე არ გაკეთებულა. გასული წლების განმავლობაში რამდენიმე ადგილი ხელახლა იქნა მოძიებული იმ იმედით, რომ პირველად რაიმე კვალი გამორჩათ, მაგრამ ტიპენი კვლავ უგზო-უგლოდ დაკარგულად რჩება და მისი გაუჩინარების შესახებ არანაირი კვალი არ აღმოჩენილა. მის ოჯახს მხოლოდ ერთი ბოლო სურათი აქვს, სადაც ის ნიკოს სადგურზე ინწლის 28 ივლისს ჩამოდის და მისი საქმე კვლავ გაუხსნელად რჩება. მესამე ნომერი. რონესაც 29 წლის ენდრუ ბუკლესი 1994 წელს გაუჩინარდა. მისმა ოჯახმა მაშინვე არ განაცხადა მისი დაკარგვის შესახებ, რადგან ის ხშირად მიდიოდა მარტო და თვეების განმავლობაში არ უკავშირდებოდა მათ. მაგრამ მისი საქმე საბოლოოდ მრავალი წლის შემდეგ გაიხსნა. ენდრუ დაიბადა ბელპორტში, ნიუ-იორკში 1964 წელს. მისი მშობლები, ჯონი და მარიანა, საბოლოოდ შეეგუენ იმ ფაქტს, რომ ის ხანგრძლივი დროით არ უკავშირდებოდა ოჯახს, მაგრამ 1989 წლისთვის მათ უკვე 5 წელი არ ჰქონდათ მისგან არაფერი გაგონილი. მარიანამ გადაწყვიტა დაკარგული პირის შესახებ განცხადება შეეტანა. მისი მამა 2004 წელს გარდაიცვალა, ხოლო მარიანამაც 2004 წელს დაკარგა სიცოცხლე, ისე რომ ენდრიუს საქმეში პასუხები ვერ მიიღო. ამის შემდეგ ენდრიუს და-ძმებმა გადაწყვიტეს, რომ ის ოფიციალურად გარდაცვლილად გამოეცხადებინათ, თუმცა არ იცოდნენ, რომ მისი საქმე უცნაურ მიმართულებას მიიღებდა. მისი ოჯახის უცოდინრად 1983 წლის ივნისში ნიუ-იორკის შტატის სომერსში დიდიკუსის წყალსაცავში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს და ამ უცნობი მამაკაცის საკაცის საქმეს მართლაც უცნაური დეტალები ახლდა. ის ზურგჩანთით იპოვეს, რომლის შიგნითაც გაუნძიებლებმა დაახლოებით 38 ფუნტი ქვა აღმოაჩინეს, თუმცა უცნობია რატომ ატარებდა ის ამ ქვებს. ვარაუდობდნენ, რომ ის ყინულში ჩავარდა და ქვების სიმძიმის გამო ვეღარ მოახერხა ზედაპირზე ამოსვლა. მამაკაცს არ ჰქონდა არანაირი საბუთი, მაგრამ ტანსაცმლის ჩხრეკისას პოლიციამ იპოვა ძველი შავ-თეთრი ფოტო, რომელიც 50-ან 60-იან წლებში იყო გადაღებული. ფოტოზე გამოსახული იყო ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც ხელში აჭერილი ჰყავდა ჩვილი და უცნობი შენობის წინ იდგა. ვარაუდობდნენ, რომ ნაპოვნი მამაკაცი იყო ფოტოზე გამოსახული ჩვილი, ხოლო ხანდაზმული მამაკაცი მისი ბაბუა იყო, მაგრამ ამ თეორიის დამტკიცების გზა არ ჰქონდათ. ასევე ვერ დაადგინეს, უბრალოდ ჩავარდა თუ არა მამაკაცი ყინულში, თუ კი დანაშაულის მსხვერპლი გახდა. როდესაც არავინ გამოჩნდა, რომ ეცნო რეზერვუარიდან ამოღებული ცხედარი საქმე ჩიხში შევიდა. თუმცა სამართალდამცავებს მიაჩნდათ, რომ აღნიშნული ფოტო მასაჩუსეტსის რომელიღაც ადგილას იყო გადაღებული. მამაკაცის სტომატოლოგიური ჩანაწერები ეროვნულ მონაცემთა ბაზაში შეიტანეს იმ იმედით, რომ ოდესმე მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადებდნენ, მაგრამ წლების განმავლობაში შესაბამისობა ვერ იპოვეს. 2008 წელს ძველი ფოტო ბერკშირის ოლქსა და ნიუ-იორკის რეგიონებში გაავრცელეს და ბოლოს საქმეში პროგრესი დაფიქსირდა. ტერი იაკუბოვიჩი პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა ფოტო გაზეთ Daily Bugle-ში შენიშნა და მაშინვე იცნო ფონზე არსებული შენობა, როგორც ბელპორტის წმინდა მარიამ იმაკულატას რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ძველი აუდიტორია. მან დაუკავშირდა დონალდ მალენს, პენსიაზე გასულ პოლიციელს და მეგობარს, ხოლო მალენსი მივიდა აღნიშნულ შენობასთან და განაცხადა, რომ აუდიტორია მას შემდეგ დაანგრიეს და იქ ახლა მხოლოდ ცარიელი საცხოვრებელი ნაკვეთი დარჩა. თუმცა მან არ დაანებდა და მიწის საკუთრების დოკუმენტების გადახედვისას აღმოაჩინა, რომ ბუკლესების ოჯახი ცხოვრობდა იმ მიწაზე მდებარე სახლში, სანამ ის ხანძაში დაინგრეოდა. მისი სტომატოლოგიური ჩანაწერების გამოყენებით პოლიციამ შეძლო უცნობი მამაკაცის იდენტიფიცირება და დაადგინა, რომ ის იყო ენდრიუ ბუკლესი, რის შემდეგაც მისი დარჩენილი და-ძმები შეატყობინეს. მისმა ოჯახმა მას შემდეგ იპოვა სიმშვიდე, რომელსაც წლების განმავლობაში ეძებდნენ. ეს ყველაფერი კი ენდრიუსთვის ძვირფასი ფოტოს დამსახურებაა, რომელსაც ის მინის ჩარჩოში გულთან ახლოს ინახავდა. ნომერი 2.
Am ფოტოზე გამოსახულია მეუღლეები, მიხაილ და ელენა პოპკოვები და თითქოს ეს ჩვეულებრივი უდაბრივი უდანაშაულო ფოტო ჩანს, მაგრამ ასე არ არის. ელენასთვის უცნობი იყო, რომ მიხაილი საშიში სერიული მკვლელი იყო, რომელიც იმ პერიოდში მრავალი წლის განმავლობაში მოქმედებდა სიბირეში და მას დიდი დრო დასჭირდა ამ ფაქტის მისაღებად. მიხაილი დაიბადა რუსეთში 1964 წლის მაისში და ბავშვობის უმეტესობა ირკუტსკის რეგიონში გაატარა. ზრდასრულ ასაკში მან გარკვეული დრო ირკუტსკის რეგიონში პოლიციელად იმუშავა, სანამ ანგარსკის ნავთობქიმიურ კომპანიაში დაცვად დაიწყებდა მუშაობას. მან ასევე იმუშავა კერძო კომპანიაში დაცვად, იმ დროს როცა ელენა მათ ქალიშვილ ეკატერინას უვლიდა. 1992 წელს მიხაილმა სექსმუშაკებისა და სხვა ქალების მიმართ ძლიერი სიძულვილი იგრძნო და გადაწყვიტა რაღაც ეღონა ამის შესახებ. იგრძნო, რომ ქუჩები და რეგიონის სხვა ადგილები მათი არსებობისგან უნდა გაეწმინდა, ამიტომ დაიწყო ბოროტი გეგმის შემუშავება, რაც საბოლოოდ იმას გამოიწვევდა, რომ მას სერიული მკვლელობისთვის გაასამართლებდნენ. მოგვიანებით განაცხადა, რომ შინაგანი რწმენები ხელმძღვანელობდა და 1992 წელს თავისი პირველი მსხვერპლის სიცოცხლე დაასრულა. მოგვიანებით ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ მის ქცევაზე გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ ის ალკოჰოლიკი და ძალადობრივი დედის გარემოცვაში გაიზარდა, რამაც ადრეულ ასაკში ქალების მიმართ სიძულვილი ჩამოუყალიბა. მიხაილი კი აცხადებდა, რომ დანაშაულები მას შემდეგ ჩაიდინა, რაც გაიგო, რომ ელენა მას უღალატა, თუმცა მოგვიანებით ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მან დაიწყო ნებისმიერი იმ ქალის სამიზნედ ქცევა, რომელსაც არამორალურად მიიჩნევდა, რაც შეიძლებოდა ისეთ უბრალო რამესაც კი გულისხმობდეს, როგორიცაა წვეულებაზე მამაკაცი თანამგზავრის გარეშე წასვლა. ის იცვამდა თავის ძველ პოლიციის უნიფორმას და ეძებდა ქალებს, რომლებიც მარტო დადიოდნენ. შემდეგ ის თავაზობდა მათ პოლიციის მანქანით წაყვანას, რის შემდეგაც მსხვერპლებს მიყავდა მუშორებულ ადგილას, სადაც სიცოცხლეს უსწრაფებდა. მალე მას მედიამ მიაწოდა მეტსახელი მგელი კაცი და ის 19 წლის განმავლობაში თავს არ იდებდა დაჯერას, მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენილმა მსხვერპლებმა დეტალურად აღწერეს მისი გარეგნობა და მოქმედების მეთოდი. საბოლოოდ გამომძიებლებმა პირველი კვალი მაშინ მიიღეს, როცა რამდენიმე დანაშაულის ადგილზე მსგავსი საბურავის კვალი შენიშნეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ლადა 4x4-ის საბურავის კვალი. ასეთი მანქანები ხშირად პოლიციელებს ყავდათ ამ რაიონში და გამომძიებლებს ბოლოს და ბოლოს რაღაც ხელჩასაჭიდი გაუჩნდათ. 2012 წელს 3500 მოქმედ და ოფილ პოლიციელს სთხოვეს, რომ DNA-ის ანალიზისთვის ნიმუში ჩაებარებინათ, მათ შორის იყო მიხაილიც. მისი დნმ სწრაფად აღმოაჩინეს რამდენიმე დანაშაულის ადგილზე და ის დააგავეს. მისი სასამართლო პროცესის შემდეგ მას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა 22 ქალის სიცოცხლის მოსვობისთვის. მაგრამ ელენა მტკიცედ იდგა მის გვერდით და აცხადებდა, რომ არ ჯეროდა თითქოს მას შეეძლო ასეთი საშინელი დანაშაულების ჩადენა. მან საბოლოოდ აღიარა, რომ კიდევ 59 ქალის სიცოცხლე დაასრულა. და სწორედ მაშინ ელენამ გააცნობიერა სიმართლე. ამ შემთხვევებიდან 56 დადასტურდა და მიხაილს მიესაჯა მეორე სამუდამო პატიმრობა პირობით გათავისუფლების უფლების გარეშე. ნომერი 1. ამ ფოტოზე ჩანს წყვილი, რომელიც მრავალი წლის წინ უდანაშაულოდ პოზირებს ფოტოსთვის. მაგრამ სინამდვილეში ის ასახავს ორ ძალიან საშიშ კრიმინალს, რომლებიც დღემდე რჩებიან ყველაზე ცნობილ დამნაშავეებად, Bonnie Parker და Clyde Barrow. Clyde გაიზარდა ძალიან ღარიბ ოჯახში, დალასში, ტეხასის შტატში, 1910-იან წლებში და ამის გამო მან ძალიან ადრე აერჩია კრიმინალური ცხოვრება. ის და მისი უფროსი ძმა ბაკი ქათმებს იპარავდნენ, მაგრამ მალე Clyde უფრო სერიოზულ დანაშაულებებზე გადავიდა. მან დაიწყო მანქანების ქურდობა და მათი გაყიდვა ფულის სანაცვლოდ. სწორედ ამ პერიოდში, 1930 წელს, მან ბონი ერთ-ერთი მეგობრის სამზარეულოში გაიცნო. ორივე მაშინვე შეყვარებულები გახდნენ, მაგრამ კანონი Clyde-ს დაეწია და ის 2 წლით ესტრემის ციხეში გაგზავნეს. გათავისუფლების შემდეგ მან დაიფიცა, რომ აღარასოდეს მოხდებოდა ციხეში, მაგრამ ასევე პირობა დადო, რომ შურს იძიებდა პოლიციასა და იმ სისტემაზე, რომელმაც 2 წელი წაართვა და ციხეში ჩასვა. გათავისუფლებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, მან თანამზრახვალ კრიმინალებთან ერთად ბენზინგასამართი სადგურების ძარცვა დაიწყო. ამ ძარცვებიდან ერთ-ერთის დროს მაღაზიის მფლობელმა წინააღმდეგობა გაუწია და მისი სიცოცხლე დასრულდა, რამაც ძარცვა ბევრად უფრო მძიმე დანაშაულად აქცია. Clyde მას შემდეგ დაასრულა შერიფის მოადგილე Eugene C. მურის სიცოცხლე მას შემდეგ, რაც ის და კიდევ ერთი მოადგილე ბანდას Stringtownis, ოკლაჰომას ავტოსადგონზე მიუახლოვდნენ. ბანდა, რომლის წევრიც ბონი იყო, გაიქცა და დაიწყო მოგზაურობა მთელ ქვეყანაში მოპარული მანქანებით. Clyde ახლა იძებნებოდა სამართალდამცავის მკვლელობისთვის, ამიტომ ის და მისი თანამსრახველი კრიმინალები მუდმივად გადაადგილდებოდნენ დაჯერის თავიდან ასაცილებლად. პოლიციასთან სროლიდან გაქცევისას, რამაც კიდევ 2 პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა, ბონიმ შემთხვევით თავისი კამერა და ბლოკნოტი დატოვა, რის შედეგადაც ბანდის ფოტოები საზოგადოებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიმინალების იდენტიფიცირებას უნდა დახმარებოდა, ფოტოებმა საპირისპირო ეფექტი მოახდინა. რადგან საზოგადოებამ ბანდის ხომაგობა დაიწყო, განსაკუთრებით ბონი და Clyde
რომლებიც აღიქმებოდნენ როგორც ბოროტმოქმედი გავლენიანი წყვილი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბანკებს, რომლებსაც ქვეყნის ფინანსურ არასტაბილურობაში ადანაშაულებდნენ. ერთ მომენტში ბონის ფეხი დაუზიანდა აფეთქებული მანქანის აკუმულატორით და კლაიდმა ბაქთან და მის სოლთან ერთად მეტი ბანკის წარსო დაიწყო, რომ ბონისთვის საჯარო მკურნალობის ფული ეშოვათ. ერთ დღეს ისინი იმალებოდნენ მიტოვებულ გასართო პარკში, როცა სამართალდამცავებმა მიაგნეს. ბანდა საუზმობდა, როცა შერიფმა თავისი და სამართალდამცავების ჯგუფის მოსვლა გამოაცხადა და ბანდა გაქცევა შეეცადა. კლაიდიც და ბაკეტს დაიჭრნენ, ხოლო ბაკი რამდენიმე დღის შემდეგ მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, მისი ცოლი ბლანში კი დააკავეს. სკვილი 1934 წლის 23 მაისს ლუიზიანას გზატკეცილ 154-ზე მგზავრობდა, როცა გზის პირას მეგობრის სადვერთო მანქანა შენიშნეს, რომელსაც ბორბალი აკლდა. მაგრამ ეს იყო ფრენკ ჰემერისა და მისი ხალხის მიერ მოწყობილი ხრიკი, რომლებმაც მანქანაზე ცეცხლი გახსნეს და ბონი და კლაიდის სიცოცხლე დაასრულეს, რითაც მათი დანაშაულებრივი სერია საჭირო დასასრულს მიაღწია. დიდი მადლობა რომ უყურეთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააწექით მოწონების ხილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ შეტყობინი ზარსნების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე ვარ თაინოტი და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.